Dabrundeba, Magaramoronis, Isakabis, სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად დაიწყო. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება. შემოვიარეთ რეგიონები და დადგა დრო თბილისზე. თბილისურ სიყვარულზე, თბილისურ ჰანგებზე, თბილისურ ერთგულებაზე, ყველაფერზე, რაც კი ადამიანურია, კონდეს გადაცემა და თქვენ ძალიან ისიამოვნოთ. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგეწოდება დღევანდელი გადაცემა და თბილისი იყო ურთიერთობა, თბილისი იყო გატანა, თბილისი იყო ერთგულება. ყოველთვის ასე იქნება და ასე დარჩება. და დღევანდელი ჩვენი სტუმრები ჩვენთან ერთად მოიხენენ და თქვენ მოისმენთ თქვენთვის საყვარელ სიმღერებს. ქალბატონო მედეა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ხართ ჩვენი სტუმარი, ჩვენი გადაცემის სტუმარი. სანამ გაგესაუბრებოდეთ, მანამდე აჩუქეთ ჩვენს მაყურებელს ერთი სიმღერა. ზეცაცრამალებს წრიდა კარი ფოთლებს დაბალაღრიდა რატომ არ მოხვედი ჩემთან მე რა რომ უსაშველოდ წვიმდა ვის ეკლობს ვის მისტირის წვიმა არ ვის უმხელს ალბათ გულის ტკივა ვიზე დარდო გამიმხილე ჩუმად საიდუმლოს შეგინახავთ მინდა მე თუ მომკლავს და მომკლავს ცოცხლა დამწვავს ალი მოდი ჩემთან ნიავახარო დაწაშალე კვალი ლოდინის ცრემლების ნაღლიანი ფიქრების წაშალე კვალი წაშალე რა ჩემი ბრალია თუ მომეწონხარ ძალიან თუ ეს გული შენი წავასეა გაზაბახული გავიდა და ზაბახული მოდის სიყვარული გოლა შეჯაბარა რადომ შემოდის თვალებში გას ნაღველი და ნედავა რა მოგდის განშორების ცრემლებია თუ შემოდგო იასამასე და ეკარეკა ჰერი აღარ გახსოვს ნუ თუ არა ჰერი პასუხსველი ჩუმად რა დახარ სადეგეძებო ნეტავასადა
უღრმესი მადლობა, ქალბატონო მედეა, თქვენ აი ამ სიმღერის ყველაზე დიდი დატვირთვა არის ის და მაყურებელი, რომელიც ახლა ამას მოისმენს, გაახსენდება ის ძველი დრო, როცა ჩვენ ყველა ერთად ვიდექით და მე დარწმუნებული ვარ, დღესაც ერთად დავდგებით. და ყველა თქვენი სიმღერა, რასაც თქვენ ასრულებთ, არის თქვენი შექმნილი. თქვენ ხართ ექიმი პროფესიით. კი. ხედავთ თუ არა საერთოს ექიმსა და მომღერალს შორის თქვენთან ერთად არის მოთავსებული ეს ორი პროფესია? მე ვიყავი 27 წელი მიკროპედიატრი, ნეონატოლოგი სამშობიაროში. და ვიწყებდი მუშაობა, შევდიოდი პალატაში და სიმღერიდან ძალიან ძლიერი ხმა მქონდა ოდესღაც. ეს ჩუმად არ გამომდიოდა, ყველა გასუსურია. და რა იყო, იცი, არც გართულებები არ მქონდა, არაფერი არ მქონდა, ყველაფერი მიდიოდა ფანტასტიკურად. მეხმარება. ბოლოს ეთერში როდის იყავით? რა ვიცი, დაახლოებით 3 წლის წინ. 3 წლის წინ. და რატო არ ახსენდებით? აი, რატო არ მოდიხართ ტელევიზიაში? ფათეშორის რა არის, ციგია 200-ზე მეტი სიმღერის ავტორი ვარ, მუსიკის და სიტყვების. ხო და არასოდეს არ დამიწერია არც ერთი სიმღერა, იმისათვის რომ სადღმე აი სცენაზე ავსრულებ. აი ხა თბილისზე იყო ლაპარაკი და მე მყავდა 7 მომღერალი ძმაკაცი, არც ერთი არ იყო პროფესიით მომღერალი. ინგრეოდა ყველაფერი რა, ისეთი ყური ქონდათ. და აი ყველა პურმარული წინ წერდი სიმღერას და ისინი პირში მიყურებდნენ რა და აი ესე ლაგდებოდა ხმები თავის, აი იმათთვის წერდი. და ისე მოხდა რომ ეს სიმღერები თვითონ და ქალაქმა აიტაცა. რა გენატრებათ ყველაზე მეტად? რა მენატრება იცი? ესეთი ტრადიცია მქონდა რომ პურმარლის შემდეგ უნდა გამოგვევლო კონკარო იყო იქ. კონკის თავზე იყო გაის ეძახდნენ ადრე. ეხლა რომ პრეზიდენტის სასახლეა რა. და იქ იყო ერთი ადგილი, იქიდან კარგი ხედი იყო თბილისის და ბოლო სიმღერა იქ უნდა გვემღერა. მერე ჩამოვდიოდით კონკასთან. და ერთი ესეთი საღამოა და დილა 6 საათი დავამთავრეთ სიმღერა, გაისმა ტაში. აი ბარათაშვილზე ხო ესეთი გვალის სახლია ლამაზი და ნუ აივანზე გამომდგარია ხალხი. და ვიღაცა კივის რომ ხალხო პურმარილიც მაქვს, ვინოც მაქვს, ამოდითო რა. აი ესეთი თბილისი მენატრება. და ერთი სიმღერა გვაჩვენეთ კიდე. ეხლა მჯერა დაგიზამთრდა გულში სუსხი ჩაკითხა უჩერმობას როგორ უძველებ იოლათო არ მითხრა აღარ მითხრა სიყვარულის დრო გავიდა და ამთავრდა მე არაფერს არავანანო დავიწყებოდი თავიდან მე არაფერს არავანანო დავიწყებოდი თავიდან ნახე როგორ წვის უშენობას წრის ვიცი აღარ დაბრუნდები მაინც დაგიცდი ნახე როგორ წვის მარტობას წრის ვიცი აღარ დაბრუნდები მაინც დაგიცდი დღესაც იცევა უშენო გათენდა და დაღამდა შენს მოლოდინს ვერ მალები დავიღალე ძალიან ჩემს სიყვარულს ზურგს ნუ აქცევ დარდად ნუ გადამაქცევ შენს ნაკვალებს ვეფერები მარტობის ჯინაზე შენს ნაკვალებს ვეფერები მარტობის ჯინაზე და ინახე როგორ წვის უშენობას წრის ვიცი აღარ დაბრუნდები მაინც დაგიცდი ნახე 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 როგორ წვის უშენობას წრის ვიცი აღარ დაბრუნდები მაინც დაგიცდი მაინც
გიწდი აი ეს არის ქალაქური სიმღერა. დიდი მადლობა ქალბატონო მედიკო. გია სურამელაშვილი. გია. მოგესალმები. რამდენჯერ უნდა შეგეკითხო და რამდენჯერ უნდა გელაპარაკო? აბა რა სამბობენო? რა ჟანრია შენი სიმღერები? ხალხს კითხე თითო რა ჟანრს ვღერი? ქალაქურს, გემრიელს და ლამას და გემრიელს. და რა არის შენთვის მონატრება და სიყვარული? აი ეს მონატრება და სიყვარული რაზედაც არის დღეს ჩვენი გადაცემა. აი ეს ყველაფერია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ მეორე დღეს მაქვს ეს ყველაფერი. მაინც მონატრება, მით უმეტეს ქალბატონ მედიკოსთან ჩამოჯდომა და ამის თანამომღერლებთან და ასე შემდეგ. ყველაფერი მონატრება, ყველაფერი კარგია, ყველაფერი ლამაზი და რაც ქართულობასთან აი ამ ლამას ლაზათიანს უფრო უხდება ხოლმე. პროფესიონალი მომღერალი და ყოველ საღამოს, თითქმის ყოველ საღამოს უმღერი ხალხს. ერთხელ არა, შეიძლება 4 ხამი გუშინ წინ 4 კონცერტი. არ არის შენთვის დამღლელი? დამღლელია, მაგრამ იმდენად კარგია და რო ვფიქრდები დღევანდელ დღეს, რომ იმდენად შეიძლება რომ ხვალანზე აღარ იყო მოთხოვნადი, რომ შეიძლება მეორე წუთში მომასულიერონ, მაგრამ მაინც გავდივარ, ან იმ ხელა გზიდან მეორე გზაზე მიდიხარ და მაინც ვღერივარ, რა ვქნა, რომ ზეგრაებიც მე რა მოხდება და ამიტომ ფულიც რაღაც მანიშნებელია და მოთხოვნადი რო ხარ, ეს თავად. ფული გამღერებს თუ სიყვარული? მე კი ვიცი, მაგრამ ხალხს უთხარი. შენ თუ იცენა გააჩნს. ალბათ ყველაფერი ერთად. ჩემი სიყვარული და მთავარი, რომ ამითი სულ გმულებს, რა თქმა უნდა. სულ გმულობ სიმღერით, რა სიამოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი ვარ პროფესიით და არა მომღერალი. ძველი და ახალი დრო. ან სხვავებ შენ, თუ შენთვის დრო ჩაირთო და მიგუგუნებს. არა, როგორ არ ვამსხვავებ, ეხა ჩემს დროს, ეხლა მე ჩემს დროს ვაიმე. ჩემს დროს უფრო შენ დროს და ბრეჟნევის დროს. ჩემ დროს, ეხა ჩემი ბატონი მიშო და მე თანხმება ჩვენს დროს, მიშა, ჩვენ ერთი პლიადა ვართ, მე, ლელა. მე უფროსი ვარ ბევრად. არა, ნუ ჩვენ იქიდან მოვდივართ ბაღაშვილის ამბებიდან და რაღაცა და ჩვენ უფრო მეტი კონცერტების, აი საამაყოა ეს მომენტი, რომ ის დიდი დარბაზი სულ ჩვენი იყო. მომღერლების და ხშირ შემთხვევაში სულ და მე ხო საერთოდ მე გადავჭედე და გადმოვჭედე, რა ვიცი, ყველანაირი ის რა ქვია მაგას. ხო, და კონცერტები და დღესდღეობით რა ვქნათ, აი ესე შემოვიფარგლებით და ამის ზევით რო პატარა სცენა იქ ვდგევართ და იქ ვღერივართ. რა ვქნათ, რას ვიზავთ? და სიმღერა. როცა გულმა შენობა იქცნო სულ მომალოთავის მოკლასა მონატრების ერთადერთო ხვიტო ნუ გამწირავდა მიბრუნდისა რა უშველო შენობით დღეს მუქი ფერი დასდებია ჩემს დანავებს გამოვღებ იქნე კვლავაც ვიგრძნო შენი კოცნის გემო ხავით როცა შენი ჩდილის ნუმროს ამ გულსრევლის ეხეთქება დალღაი განთიასხი დაღამებულ ხტოვალების დათოვლილი მოგონება დამეჩაი რა უშველო შენობით დღეს მუქი ფერი დასდებია ჩემს დანავებს გამოვღებ იქნე
კლავაც ვიგრძნო შენი კოსმის გემო გაფრენილა და კარგულან სათხას ჭრელა ჭრულა გაზაფხულის ხენი მე კი ისევ გიწერგვარას და გულჩვილა შენ გამპასუხსოე რა უშველო შენობით დღეს მუქი ფერი დასტვია ჩემო გულს და რაბეს გამოუღებ იქნე ლავას ვიგრძნო შენი კოსმის გემო ღამით როცა შენი ჩრილი სტუმრობს აბუსნევრის ხეთქება დალღა გართიას კი დაღამებულ ხლავების დათოვლილი მოგონება და რა უშველო შენობით დღეს მუქი ფერი დასტვია ჩემო გულს და რაბეს გამოუღებ იქნე კლავაც ვიგრძნო შენი კოსმის გემო რა უშველო შენობით დღეს მუქი ფერი დასტვია ჩემო გულს და რაბეს გამოუღებ იქნე კლავაც ვიგრძნო შენი კოცნის გემო კლავაც ვიგრძნო შენი კოცნის გემო ნუ გამაცირა გამიბრუნდი ძალიან დიდი მადლობა ქართულ სახლს, რესტორან ქართულ სახლს, რომელმაც ესეთი მშვენიერი სუფრა გაგვიშალა და ულამაზესი დიზაინი, რომლითაც გაამშვენიერა ჩვენი სტუდია. ყველა დამეთანხმებით, რომ მშვენიერი, საოცარი, გულის შემძვრელია ქართული, თბილისური, ქალაქური სიმღერა, მაგრამ ძალიან ბევრი მსმენელი ყავს ფანოხსაც. და ჩვენი გადაცემის სტუმარი სოსო ნარიმანიძე ხალხისგან. მოდი სოსო. გამარჯობა სოსო. შენ თუ გიცდია ქალაქური სიმღერის შესრულება? არა? ქალაქური კი, მაგრამ რატო უყვარხარ ხალხს? აი რით შეაყვარე თავი? ჩემი ნიჭით და რა ვიცი. ყველა მიცო 13 წლიდან მიკროფონი მიჭდავდა თელ თბილისი. რა შეგვისრულებ? შაბათია. ჩემო ქართველებო, საქართველოს მივესალმები, ყველა მიყვარხართ, მთლიანი საქართველო მიყვარხართ, მთლიანი მომღერლები მიყვარხართ. სანამ მეცოცხალი ვიქნები და სანამ სული მედგმება, ქალაქის კოლორიტი და ფანოღი ვიქნები. გთხოვთ, მაესტრო.
ის როგორც დილის ხიბი ნახვები და თანადაიღე ჩემი გზნობა სიყვარული შორის გეთბი დავითვები ოცნების გზაზე მივდივა ჩემი გულის სამალიხა ვასკლავებით ვაციფქიმა გადავხედავ გულის გარეთ რომ გულიდან არ გამექცე რომ გულიდან არ გამექცე მოდი კოცნით ამოგიშო ეთვალები მოცინციმე ეთვალები მოცინციმე გადავხედავ გულის გარეთ რომ გულიდან არ გამექცე რომ გულიდან არ გამექცე მოდი კოცნით ამოგიშო ეთვალები მოცინციმე ეთვალები მოცინციმე ჰეი აბადაში აბა ჰეი ზამიყვანე გოგო შენთა ხოლო შენ გვერდს გამაწარე სხვაში ყაბარულს მე არ ველი მიყარხარ და რად გამირდი ცელი ქიწვიმა დაგასველებს აგიწევს ქარიმა ათმე მოდი ჩემთან გენაცვალე დაწვიმარ და გასველე გადავხედავ გულის გარეთ რომ გულიდან არ გამექცე რომ გულიდან არ გამექცე მოდი კოცნით ამოგიშო ეთვალები მოცინციმე ეთვალები მოცინციმე გადავხედავ გულის გარეთ რომ გულიდან არ გამექცე რომ გულიდან არ გამექცე მოდი კოცნით ამოგიშო ეთვალები მოცინციმე ეთვალები მოცინციმე ჰეი აბა წავიდა გულავი აბა ჰეი შაბათია შაბათია არაფერი მაბადია როცა მოგდე შემაღოლე ჩემი შავი ნაბადია შაბათია შაბათია არაფერი მაბადია როცა მოგდე შემაღოლე ჩემი შავი ნაბადია ჩემთვის პირა არ არსებობს ყოველი დღე შაბათია ყოველი დღე შაბათია როცა მოგდე შემაღოლე ჩემი შავი ნაბადია ჩემი შავი ნაბადია ორ შაბათი შაბათია თან შაბათი შაბათია ოთხ შაბათი შაბათია უც შაბათი შაბათია პარასკევი შაბათია შაბათი მომ შაბათია ჩემთვის პირა არ არსებობს ყოველი დღე შაბათია ყოველი დღე შაბათია როცა მოგდე შემაღოლე ჩემი შავი ნაბადია ჩემი შავი ნაბადია ორ შაბათი შაბათია თან შაბათი შაბათია ოთხ შაბათი შაბათია უც შაბათი შაბათია პარასკევი შაბათია შაბათი მომ შაბათია შაბათი მომ შაბათია შაბათი მომ შაბათია დიდი მადლობა დიდი მადლობა დიდი მადლობა სოსო სუფრასთან დაბძანდით და ეხლა ქართული სახლი მოგვართმევს მწვადს ნამდვილ ქართულ მწვადს მწვადი სტუდიაში მიირთვით საოცარი მწვადი და უღრმესი მადლობა ქართულ სახლს აი ესეთი გემრიელი მწვადისთვის. მოკლედ ამ მშვენიერ დღეს, სიყვარულის დღეს, გახსენების, მონატრების დღეს შეუერთდება ანსამბლი მეტეხი, რომელიც ადამიანი არ მეგულება საქართველოში, ვისაც თქვენ არ უყვარხართ. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის და მე ვარ ბედნიერი, რომ ჩვენ ქართველ მაყურებელს და არა მარტო ქართველ მაყურებელს, ჩვენს ემიგრანტებს აჩუქებთ ამ სიმღერას.
ბურად ვაკითხავ ძვირფასო ჩვენი შეხვედრის გზებს ნედავაქიყო ნედავხედავდე და შევახევდე ხეს არავის ესმის ჩემი ძახილის ვის ვეძახი ვის მოუწყენია ქუჩებს ბუნებას წვიმს უჩვენო წვიმს და მაინც მშვიდობით ჩემო სიცოცხლე ბოლო ჯერ გიკოცნი ცრემლიან თვალებს გვირდები ხშირად ჩაული შორიდან მე შენი სახლის კარებს გახსოვდეს არ დაივიწყო არასდროს შენ ჩემთვის ვინახავ ვერავინ ვერ შეგიყვარებს ვერასდროს როგორც მე მიყვარხარ მეძველებურად ვაკითხავ ძვირფასო ჩვენი შეხვედრის გზებს ნედავაქიყო ნედავხედავდე და შევახევდე ხეს მოუწყენია გზებს მოუწყენია ქუჩებს ახლა რომ აქ მყავდე დაგიკოცნი დიდუჩე ამაის მშვიდობით ჩემო სიცოცხლე ბოლო ჯერ გიკოცნი ცრემლიან თვალებს გვირდები ხშირად ჩაული შორიდან მე შენი სახლის გარეთ გახსოვდეს არ დაივიწყო არასდროს შენ ჩემთვის ვინახავ ვერავინ ვერ შეგიყვარებს ვერასდროს როგორც მე მიყვარხარ გაივლის ლები და ჩემ სიცოცხლეს შენ შეგინახავ გადაგეყრები სადვე ქუჩაში გეტყვი რომ მიყვარხარ მშვიდობით ჩემო სიცოცხლე ბოლო ჯერ გიკოცნი ცრემლიან თვალებს გვირდები ხშირად ჩაული შორიდან მე შენი სახლის გარეთ გახსოვდეს არ დაივიწყო არასდროს შენ ჩემთვის ვინახავ ვერავინ ვერ შეგიყვარებს ვერასდროს როგორც მე მიყვარხარ ჩემო სიცოცხლე ბოლო ჯერ გიკოცნი ცრემლიან თვალებს გვირდები ხშირად ჩაული შორიდან მე შენი სახლის გარეთ გახსოვდეს არ დაივიწყო არასდროს შენ ჩემთვის ვინახავ ვერავინ ვერ შეგიყვარებს ვერასდროს როგორც მე მიყვარხარ მშვიდობით უღრმესი მადლობა მთელი ჩვენი მაყურებლის სტუმრების სახელით გადაგიხდით დიდ მადლობას და მე მინდა რომ თქვენ ყოველთვის იყოთ და წარმატებული იყოთ. გაგიმარჯოთ. სადღეგრძელო თქვი. გრძელდება ჩვენი გადაცემა სიყვარულზე, ბედნიერებაზე, ძველ დროზე, გახსენებაზე და ქალბატონი თამარ მეჭიაური. მოგძანით ქალბატონო თამარ. ძალიან უყვარხართ ხალხს, ძალიან უყვარს ყველას თქვენი სიმღერა და მე მინდა ქართველმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ მოისმინოს და აუცილებლად უნდა კითხოთ, თქვენ არ ახართ განებივრებული გადაცემებით. რატომ ხდება ესე? ადრე ძალიან ხშირად იყავით ტელევიზიით. რა ვიცი, მე აქ ამიდა პოლიტიკური განცხადებები ავაკეთო. რადგან სიყვარულის, რადგან სითბოს ეს ქალაქური საღამოა, ამიტომ ესე დავტოვოთ. კარგით. მოღალატე მითხარა როგორ აგძინავს ღამე ასე რატომ გამიმეთე
ხმა გამეცი მითხარა რამე მე ისედაც ცეცხლი მწვავდა საგანჯველი მომიმატე ჩემად თულიდი სხვა გიყვარდა მოღალატე მოღალატე ასე რატომ გამიმეტე გულზე ლოდი რა დამადე ცოდვა და გედოს რაც დამმართე მოღალატე მოღალატე რაც მერჩოდი რადგან მცირე სიჯაბუკე გამიმწარე გულში დანაგამიხარე ცოცხალს მიცა დამახარე რაც მერჩოდი რადგან მცირე სიჯაბუკე გამიმწარე გულში დანაგამიხარე ცოცხალს მიცა დამახარე მოღალატე მოღალატე მითხარა როგორ ძინავს ღამე გამიმეტე ხმა გამეცი მითხარა რამე სხვა გიყვარდა მოღალატე 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 მითხა როგორ გძინავს ღამე მადლობა. ქალბატონ თამარა, არაფრით არ შემიძლია არ გკითხოთ. თავად თუ ყოფილ ხართ მსხვერპლი ღალატის, იმიტომ რომ არ შეიძლება ესე კარგად იმღეროთ, რომ არ გქონდეთ განცდილი მსგავსი რამე. არა, მსხვერპლი არ ყოფილვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვისი ღალატი მაინც გამიგია და ეს მთელი სული და გული ჩავდე ამ სიმღერაში. თანაც ეს ისეთი სიმღერაა, რომელშიც ყველამ თავისი სევდიანი ისტორია დაინახა. ყველამ მაინც თავისი გულისკენა და ამიტომ მაყურებელმა აიტაცა და შეიყვარა. ნუ თქვენ თუ ასე გადმოსცემთ სხვის ისტორიას და ღალატს, ნუ თქვენ გმირი ყოფილხართ. ძალიან ბევრმა არ იცის და ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, რომ ჩვენი პარლამენტის დეპუტატი ბატონი თამაზ მეჭიაური გახდათ თქვენი მეუღლე. როგორ იყო ეს ისტორია და დღეს რატომ არ ახართ ერთად? რა ვიცი, მაინც ალბათ უფრო პატარები ვიყავით, ვერ არ ვიცი. როგორ არ იცით, რატომ დაცილდით? კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, რა ვიცი, ალბათ ხასიათების შეუთავსებლობა. რამდენი ხანი იყავით ერთად? 5 წელი. 5 წელი. და შვილი გყავთ, ხო? კი, შვილის. როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლა? ჩვენ დავიწყეთ მეგობრობით, გავაგრძელეთ ქორწინებით და დავამთავრეთ მეგობრობით და ისე ვართ მეგობრები. ანუ გაქვთ ცივილური ურთიერთობა და სიგულოა, ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ძალიან მიხარია, რომ ესეთი კარგი ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ არსებობს ხოლმე, როცა ადამიანები პოლიტიკაში მოდიან, მათი ისტორია არ არის ხოლმე გახმაურებული, ან და კიდე სკანდალებით მთავრდება ხოლმე, ან გრძელდება. თქვენთან მსგავსი რამე არ ყოფილა. ეს გადაცემა ეძღვნება სიყვარულს, მონატრებას, იმ ერთგულებას, იმ ურთიერთობებს, რაც ძველად იყო. და მე მინდა თქვენ ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ბევრი ქალბატონი იყენებს ხოლმე მდგომარეობას და სააშკარაოზე გამოაქვს ხოლმე ცუდად თავისი ისტორია და თქვენ ხართ ღირსეული ქალბატონი და დიდი მადლობა ამისთვის. ახლა კი ქალაქური სიმღერა და ბატონი მიშა ზაქარეიშვილი. აუცილებლად უნდა გკითხოთ, ქალაქური სიმღერები უფრო მრავლდება თუ ცოტავდება? ჯერ უნდა გავარკვიოთ ქალაქური სიმღერა რა არის, ხო? რა არის?
ეხა აი ამ ბავშვებს კითხეთ, ამათვის რომელი ქალაქია და რომელი სიმღერები მოწონთ. ეხა ამბობდით, კითხვას უსვამდით, რომ რა მოგენატრათ და მე მომენატრა მამაჩევი და მისი სამეგობრო და მანთან ქეიფი. ეს ურთიერთ პატივისცემა მომენატრა, ერთმანეთის სიყვარული, რომ ერთმანეთი გვიყვარ და პატივისცემა. ძალიან კარგია უცხოური მუსიკაც, უცხოური სიმღერები. თავის დროზე. დიახ. ეს მე და ესე მოდიოდა, იყვნენ სომხები აქ თბილისში იყო მრავალეროვანი და იქ აი ეს დუდუკზე მღეროდნენ და ასრულებდნენ სიმღერებს დოლზე, რომ მე მოვიდა აკარდიონი. და ეხლა თაობა ხო იცვლება, ეხლა ესე არ შეიძლება, რომ ეს არის ქალაქური. მე მინდოდა ისეთ სიმღერა მემღერა, საერთოდ არ არის, არც დოლი, არც პლანეტი და არაფერი. გავს. მაგრამ რა მაინტერესებს? კი არა, ეს ცუდია, რომ პლანეტი კლასიკასაც უკრავენ და არ შეიძლება ამის იგნორება, მაგრამ ის რო აი სულ არამარა რაღაც არის. ქალაქური გონიათ რომ რაღაცა ტრატატა რაღაც და კლანზე. არა, მაგრამ არ არის ეს ხო? აი ოთარ რამიშვილი, ავთო შარვაძე, ჩემი უფროსი მეგობრები არიან თუ არა ერთეულები, ანუ ბევრი მომღერალი არ მღერის ქალაქურ, აი იმ ქართულ სიმღერას, რასაც ქვია, მოდი, სხვანაირად ვიტყვი, აი ჯიგარი გაგითბება, იმიტომ რომ ქალაქურ სიმღერაზე ამბობენ ესეთ რამეს, რომ ქართული ჯიგარი თბება. აი როგორ თქვა, არ ვიცი, არ მინდა რომ ვინმეს ვაწყენინო. მოდი ვაწყენინო. მე ვამბობ ხოლმე სადღეზელოში, მოდი ხელოსნობაში, ხელოვნებას გაუმარჯოს და ხელოვნებაში ხელოსნობას არ გაუმარჯოს მეთქი. აი ეს არის ჩემი პოზიცია. თქვენი ყველაზე პოპულარული სიმღერა რომელია? შემიძლია დავლევა პარასვიზა რა თქმა უნდა. დავლევა პარასვიზა. აი როგორი გულით არის ნამღერი. ნიკოლა პაპა დავლევა პარასვიზა. აი ზუსტად ეგ არის, აი ამ ქართულ ჯიგარზე ვამბობ. ეს არის ზუსტად, რომ აი ქართულ სიმღერას აბსოლუტურად სხვა გული და სხვა კულტურა უნდა მართლა, იმიტომ რომ შეიძლება იმღერო უცხოური სიმღერა კარგად, მაგრამ ქართული სიმღერა ვერ იმღერო და ძალიან ბევრი მომღერალია სხვათა შორის, რომ მე მისი ქართული ნამღერი არ მომწონს და ეს არის ზუსტად ეს უნდა გიყვარდეს. როგორც კლასიკოს ვერ დააკრევინე. აი იმერეთში ბანტიან გიტაი დავლება პარასვიზა უფრო ქალაქურია თუ ფანოვი? აი თქვენ როგორ ფიქრობთ? თუ იმღერებს ისეთი ადამიანი, მე შემიძლია ახლა გიმღეროთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტავთ. გააჩნია ვინ როგორ იმღერებს. არიან ადამიანები, რომლებიც კარგად მღერიან, შეიძლება აი ხმებში იმღერა ტრიოსიმმა და ვარსკვლავი გაუხსნეს იქ კიდე არიან მომღერლები, რომელიც კარგად ასრულებს, როგორც კი სიმღერას ვერ შეასრულებ, რაც არ უნდა მაგარი სიმღერა იყოს. ის უკვე ფანოხს არ უნდა შესრულება. შეგიძლია გვიმღერო. აი მე მაგალითად არის იქ ფანოხია თუ ეს ფანოხია რა, ადვილად შესაძლებელია. შეგიძლიათ რომ გვიმღეროთ? კი, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. დავლევა პარასვიზა შენს ჯინაზე ვილოთავებ დღე და ღამე თავი მე ცოცხალი რა თმინდა სიყვარულში ერთხელ თუ არ გამიმართალებს წავიდა ის ცხოვრება აღარ არის რა დრო იყო სამართალი ღმერთო სად არის შენც მეტლევა მიდი გაუბერე შენ გიწმაო ძველებული მადლიანი თბილისური შაუბერე გული სევადირა და ამ ცხოვრებას ვერ გავუგო ვერაფერი ღვინო რომ არ იყოს ამ ქვეყანა შავად მომეჩვენებოდა ყველაფერი
წავიდა ის ცხოვრება აღარ არის რა დრო იყო სამართალი ღმერთო სად არის შენც მეტლება მიდი გაუბერე შენ გიწმაო ძველებური მადლიანი თბილისური შაუბერე წავიდა შენც მეტლება მიდი გაუბერე შენ გიწმაო ძველებური მადლიანი თბილისური შაუბერე თქვენ ამ სიმღერისთვის დაიმსახურეთ და გადმოგცეთ ჯილდო და медали ქალაქური შესრულებისთვის უსტაბაში თუ არმა როგორ იყო ზუსტად უსტაბაში ბოთარამიშვილმა და ავტოშალაძემ დამარხეს ეს იყო მეგობრული ჯილდო კითხვა დამისვით ეს არის ფანოღური თუ ქალაქური აი ტაში დამიდასტურონ არის ეს ფანოღური ტაში ქალაქური არის თუ არ არის და ეხლა ვიწევთ ბატონ მერაბ კაშიას ბატონო მერაბ მობრძანდით გინა როგორ მაინტერესებდა მე შენზე კარგი არ ვინხოლია მაგრამ ვაირო ეს სიყვარული ვიცის უდრედი ვითქარს გახოლია და რამჯერა მე სიყვარულის სადღაც ასულა ჩემი თოლია ერთორას მერჩი ვითხარი ბედი მე სიყვარულში რა და მქონია Ramjera mesiguarulis sadgats asula chemi toria ertoras merchi vitari bedi mesiguarushi radar toria Realeks tetri tolia Dalgemi vidis se undeva Shens da undevit terangonia Terkois mine chemi vedereva Dardis revlevi ams historia Lavda mi vulne chemi lamasi Shors gatareni tetri tolia Terkois mine chemi vedereva
ამ ისტორია ლავდა მიურნე ჩემი ლამაზი შორს გაბლენილი თეთრი თოლია შენზე კარგი არ ვიმხოლია მაგრამ გაირო ეს სიყვარული მიწის მტრედივით ქარს გახმოლია და რამდენად მე სიყვარულის სადღაც სასულა ჩემი თოლია მე თორას მერჩი მითხარიბედი მე სიყვარულში რა და მქონია დარდისრებლები აქვს ისტორია ლავდა მიურნე ჩემი ლამაზი შორს გაბლენილი თეთრი თოლია ძალიან დიდი მადლობა დაბრძანდით. ნინო, ჩემო ლამაზო, ჩემო საყვარელო ადამიანო, გიწევთ რომ მიუძღვნათ ქართველ მაყურებლებს ჩვენს სტუმრებს სიმღერა. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს. არის ბატონი ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა, რომელიც პრინციპში ქალს არავის არ უმღერია და მე ესე ვთქვათ, მომეცა პატივი და მომცა საშუალება რომ მემღერა ეს სიმღერა. ამიტომ და სხვათა შორის მოეწონა, იმიტომ რომ ბატონი ჯემალს იშვიათად მოსწონს თავისი ნამღერი ესე ვთქვათ სიმღერა, როცა მით უმეტეს ქალმა იმღეროს. მოვიკითხავ ბატონ ჯემალ სეფიაშვილს და დიდი მადლობა მას ამ სიმღერისთვის. დაშვებული ფარადები დაკარგული წლები არა გიჯავარდები დედას კეფიცები დაბინდული ნისლები დამსხვრეული ფრთები არა მესიზავარები აღარც მელანდები დაბინდული ნისლები დამსხვრეული ფრთები არა მესიზავარები აღარც მელანდები შონქრალი გელაბადრები ხავსიანი ქვები აღარა მომენადარები აღარც მეყვარები დასედღვილი ვენახი დაწყვეტილი ქსები მე არა გეძახი დედას კეფიცები დასედღვილი ვენახი დაწყვეტილი ქსები მე არა გეძახი დედას კეფიცები
დაშვებული პარადები და გარებული წლები არა გიჯავარდები დედას გეფიცები ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეხლა ვიხმობთ გიორგი შალბაშვილს. გიორგი. სიყვარულის ფერები აღარ მინდა სიყვარული მოწმეული ხელები ოდესღაც რაღაც იწება და ოდესღაც ფარდება თუ ოდეს მეგნახე სადმე გამიხარდება ვერამდენი დრო გავიდა მართლა გავიდა სიყვარულის ფერები სადღაც ავიდა яна 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 შენზე დარდები რაც არ უნდა მიერქულო ვეღარ შემიყვარდები დამიჯერე ის რაც იყო წარსულმასულ გახარა რადგან უშენობით ყოფნა ძლიერ დამღალა ვერამდენი დრო გავიდა მართლა გავიდა სიყვარულის ფერები სადღაც ავიდა яна 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 დიდი მადლობა გიორგი. რეპერტუარში თუ გაქვს უცხოური სიმღერები გიორგი? გაქვს. და ძირითადად მოთხოვნა რაზეა? მაინც ქართულ სიმღერაზე. რა თქმა უნდა. ქალაქური სიმღერები და ფანოღები. იმიტომ რომ ეს ხალხის ეს არის გემოვნება და ხალხის სურვილები. მაგრამ რაც შეეხება სტილისტიკას სიმღერისას, ჩემსაც პირადად მე ფანოღიც მაქვს, ქალაქურიც მაქვს, საოპეროც მაქვს. soul-იც მაქვს, უცხოურიც მაქვს, ყველაფერი მაქვს. ყველანაირი 47 სიმღერაა ჩემს რეპერტუარში. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო ციური მჭედლიძეა ჩვენი სტუმარი, რომელიც გვიმღერებს დაუვიწყარ სიმღერას. ამისეთ ძმებო Varis khanati Vini salalabi
დაძირს ჩამოდგი და ფიალებად ცის ვარსკვლავები ალბათნოციური ნამდვილად დამეთანხმებით რომ ეს სიმღერა იყო ყველაზე საყვარელი ქართველი მაყურებლისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და იყავით დიახ არაჩვეულებრივი ქალბატონის და აპირებ კიდე ვიბღერო ქალბატონეთ ეს სიმღერა ძალიან დიდი მადლობა ჩვენი გადაცემა სიყვარულზე მონატრებაზე ერთგულებაზეა და რა გენატრებათ ყველაზე მეტად ყველაზე მეტად მენატრება ალბათ ჩემი ბავშვობა ძალიან კაი პერიოდი იყო და ჩემი ახალგაზრდობა როცა ქართულ მუსიკას უფრო მეტი თაყვანისმცემელი ყავდა და მეჩავერები შეიძლება გიო ჩვენ ხელოვნები ვართ მსახიობები ვართ მომღერლები ვართ და ხშირად ხდება ჩვენ ცხოვრებაში რაღაც გამონაკლისები რა ენატრება ეხლა რო კითხე უცბად მე არ შემეძლო ეს პროფესიონალი მომღერალია როგორც მე და მამა ენატრება რომელიც ზუსტად 10 დღის წინ დამარხა ალბათ ყველაზე მეტად მამა ენატრება ციურის მაგრამ რას ვიზავთ ესაა ჩვენი ცხოვრება ჩვენ მსახიობები ვართ ძალიან დიდი მადლობა თაკო მელიქიშვილი და გიორგი დათიაშვილი წითელი ბასანოშკები
ხმაზე მოვდაცე გოგონას თეთრი პორტმანი თუ მანია მოვაცალე მე არ დამიწყია ხოხმანი შენეს იცოდი ჯიბგირო შიშველი დამჭანოშკები მაგ თუმნი თუნდა მეყიდა მე წითელი ბასანოშკები შენეს იცოდი ჯიბგირო შიშველი დამჭანოშკები მაგ თუმნი თუნდა მეყიდა მე წითელი ბასანოშკები La 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 მაღაზიაში წასულსა ხიდვაც კი არ დავაცადე ის ერთადერთი თუმანი ჯიბიდან ამოვაცალე შენ რას ერჩოდი მაგ თუმანს მაგ თუმით ვერ გამდიდრდები მაგ ფულით უნდა მეყიდა მე წითელი ბასანოშკები შენ რას ერჩოდი მაგ თუმანს მაგ თუმით ვერ გამდიდრდები მაგ ფულით უნდა მეყიდა მე წითელი ბასანოშკები La 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 აი შენი წითელი ბასანოშკები აი რა საოცარია აი ვიღაცისთვის ეს იყო ოდესღაც წითელი ბასანოშკები სასწაული ძალიან გიხდება თაკო რატო გახდა ეს სიმღერა ასეთი პოპულარული ყველამ შეიყვარა არ ვიცი წლებია უკვე ეს სიმღერა მოთხოვნადია და ნუ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ის რომ თქვენი გადაცემაც ამ სიმღერით დაინტერესდა და აი მოვედით მე და გიორგი და უკვე დაუდაბლდი ჩაგაცვა ისე ხო შავები და შენი კლიპი სიმღერაზე ნუ მეტყვი გადავიღე ვიდეო რგოლი მოგეხსენება და ეს რიგით პირველი კლიპი გაჟღერდა გავიდა ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში გია ჯაჯანიძესთან აპლოდისმენტები ანუ კიდევ ერთხელ ოხედავ როგორ ხელზე გავიდა დიდი მადლობა და სწორედ ალბათ მე ვფიქრობ ამ გადაცემის დამსახურებაც არის ის რომ ევროვიზიის YouTube-ის კონკურსის ფინალისტი და გამარჯვებული გახდა ანუ საქართველოსდან ვიყავი წარმოდგენილი მე ამ კლიპით ამ სიმღერით და მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც რა თქმა უნდა ეს გამარჯვება მოუტანა ჩემთვის ყველაზე უსაყვარლეს სიმღერას ნუ მეტყვი ბატონი გელა ბერაძე ბატონო გელა მოგძანდით არა გამოცო არ იქნება გაგოცო და რითი თუჩები გაგრასკული დამახსნდება ვიცი არა გამოცო არ იქნება გაგოცო და რითი თუჩები გაგრასკული დამახსნდება ვიცი რიმ ტარი ტარი რიმ პომ პომ რიმ ტარი ტარი პომ რიმ ტარი ტარი რიმ პომ 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 რიმ ტარი ტარი რიმ პომ პომ რიმ ტარი ტარი პომ რიმ ტარი ტარი რიმ პომ 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 პომ
სახვიდან ჩემ სახვამდე კოჭით წაფი გაგიბია გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ ვერაფერი გამიგია შენ სახვიდან ჩემ სახვამდე კოჭით წაფი გაგიბია გიყვარვარ თუ არ გიყვარვარ ვერაფერი გამიგია რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რიმ დარი დარი პომ რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რომ პომ 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 რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რიმ დარი დარი პომ რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რომ პომ 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 დახეული პოლმოტები დახეული პლასი გაკვეთილი თვარი ცოდი რა გინდო და გალაში დახეული პოლმოტები დახეული პლასი გაკვეთილი თვარი ცოდი რა გინდო და გალაში საცურდა ჩემი დანაჯა ენახან მათვილისის მუდროება შელახან ჩემი გულის ხონანა გამაბობელო გეპიცებით შემოდრფავ შენახა ჩემი გულის ხონანა გამაბობელო გეპიცებით შემოდრფავ შენახა ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამომიწოდე გაიმართვები წოდე შემომაშკაცო ჩემი გმირი გიწოდე ხელი გამომიწოდე გაიმართვები წოდე შემომაშკაცო რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რიმ დარი დარი დო რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რომ პომ პომ პო რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რიმ დარი დარი დო რიმ დარი დარი რიმ პომ პომ რომ პომ პომ პო არა გაგოცო არ იქნება გაგოცო და რითი თუჩები გაგრას გული დამაცნება ვიცი თუჩები გაგრას გული დამაცნება ვიცი ვახ დიკო დიკო ჯან დიკო დიკო ვახ დიკო 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 ჯან ვახ დიკო დიკო ჯან დიკო დიკო ვახ დიკო 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 ჯან ბრავო! მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი მაყურებელი ეხლა ძალიან კარგ განწყობაზეა. დიდი მადლობა. დაბრძანდით სუფრასთან და კიდევ ერთხელ გია სურამელაშვილი. გავძელი უშენოთ და მოვედი სულ ცოტა ხანს გიყურებოდა სიყვარულში სიყვარულს არ მოვედი მე ხომ შენთვის უცხო ვარ და სხვა ვარ სიყვარულში სიყვარულს არ მოვედი მე ხომ შენთვის უცხო ვარ და სხვა ვარ გარეთ ხარიხებს როგორ აწოვებს ამერე გულში ხუდებს და ათავს ვაი ასე აწუხებს მაგათვანე გადავარის უთქომელი და რა წუხებს მაგათვალეს გადომარის უთქმელი და მარატო შენი სადარი ქვეყნად სადარი შენი სადარი ქვეყნად სადარი ვაი ვაი ესე რა წუხებს მაგათვალეს გადომარის უთქმელი და მარტო ვაი ესე რა წუხებს მაგათვალეს გადომარის უთქმელი და მარტო მე ამ ტკივილს ვერ გავუძლებ ყოველთვის ნაცვლი მარცებს შენზე ცრემლია თოს ვერ გავ
უშენოთ და მოვედი როგორ მინდა ჩემთან იყო ახლოს გაგზავნი უშენოთ და მოვედი როგორ მინდა ერთად გადავიყოთ კარგო ნუ ხდი სულ საგემეტრები გამიგერა ლექციებით კი ვილად დადარდა ვაი ასე რაც უხებს მაგათვალე რატომ დამსდებს აჩვდილად დალანდათ ვაი 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 ასე რაც უხებს მაგათვალე რატომ დამსდებს აჩვდილად დალანდათ შენი სარარი ქვეყნად სადარი შენი სადარი ქვეყნად სადარი ვაი ასე რაც უხებს მაგთვალე რატომ დამსდებს აჩვდილად დალანდათ ვაი ვაი ასე რაც უხებს მაგთვალე რატომ არის უთქმელი და მარადო რატომ დამსდებს აჩრდილად დაღამდა რატომ არის უთქმელი და მარადო დიდი მადლობა გია, ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო სტუმრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეხლა ვიწვევ ადამიანს, რომლის ტიტულიც არის თბილისზე მზრუნველი, საოცრად კეთილი ადამიანი, რომელიც ეხმარება ბავშვებს, რომელმაც წელს მიიღო ყველაზე კეთილი ადამიანის ტიტული. ბატონი ილია ჩოხელი. ბატონო ილია, მოგზავნე. მე მინდა გითხრათ ყველას, ბატონი ილია გახლავთ მეზოე. ის ზრუნავს 9 უდედმამო ბავშვზე. გამარჯობა ბატონო ილია, ისო ბავშვებისთვის ვიყიდულობ? ბავშვებისთვის ვიყიდულობ. შენ ანდრია რა ხდება ბავშვი? ცელქო? ბატონო ილია, მე სპეციალურად მოგიწვიეთ ამ სუფრასთან, რომ ურთიერთობა გქონდეთ იმ ადამიანებთან, ვინც საქართველოს უმღერის, ვინც მღერის ქალაქურ სიმღერებს, არა აქვს მნიშვნელობა სიმღერა, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება, მთავარია რომ არის ქართული. ბატონო ილია, უღრმესი მადლობა. თქვენ ხართ ნამდვილი გმირი, რომელიც ესე შრომობთ, ალამაზებთ ქუჩებს და იმის ძალა და ენერგია გყოფნით, რომ წახვიდეთ მერე და იმ ბავშვებს მიხედოთ და მოუაროთ, ვისაც არა აქვს სახლი, ვისაც არა აქვს საჭმელი და მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელი საქართველოს სახელით. უღრმესი მადლობა. არ გიჭით დილით 6 საათზე ადგეთ, ალბათ სანამ სამსახურში გახვალთ, უფრო ადრე დგებით 5 საათზე და იწყებთ მუშაობას. ყოველივე დღინა ფიზიკურად ჩვენთვის რა არის, ყოველივე მეზოვისთვის არის, ყოველთვის ვისაც თავის საქმე უყვარს და უროდილად რო გამოდის, ვცდილობს რომ სანამ ადამიანები იმოძრავებენ, ის კი არა, ვინც ყოველთვის ხედავ მის სად მიდის, მი როგორ მიდის, ყოველთვის ხდება ისეთი ხალხი, რომელსაც თავის ტკივილებს, თავის ხანდახან ყვებიან, მიზიარებენ და რაღაცები და ხანდახან ხდება რომ აი ვშეძლობთ რომ მეც პრობლემებს უყვები, ჩემ პრობლემებს რაღაცა, მეც მეგობართან ცხოვრობ. თქვენ დაკარგეთ სახლი და თავად ხართ დასახმარებელი და
მე ვარ გავიზარდი დინაჩი ბავშვსახში 16 წლამდე ვიზრდებოდი იქ და რო გამოვედი ფიზიკურად ისეთი პერიოდი იყო რომ მაშინ არავინ საწყობელი არავინ არ მოგცა და არც არაფერია დავდიოდი მეგობრებში აქეთ იქ მომიწია დაჯერ 1-2 წელი ქუჩაში ცხოვრება მომიწია და ის ბავშვები ვინც გამოდიოდით იქიდან ერთმანეთი ვცდილობდით რომ გავგვეტანა ჩვენი თავი რაღაცნაირად ერთმანეთს ვეხმარებოდით და გადავწყვიტე რომ მაგრამ ყოველთვის ის ფიქრობდი რომ სანამ ეს ინტერნეტები დაიკეტებოდა რაღაცა სადაც მე ვიზრდებოდი ყოველთვის ვცდილობდი რომ იმ ბავშვებისთვის მესიამოვნებინა და მიმეტანა თქვენ კი ეძახით საკუთარ ოჯახს ამ ბავშვებს, მაგრამ თქვენ საკუთარი ოჯახი არ გყავთ, ხო? საკუთარი ოჯახი არ მე ყოველთვის ის არის ჩემი ოჯახი, ვინც ბევრჯერ ყოფილა ის შემთხვევა, რომ აი ვიყავი შეყვარებული ადამიანი, დღემდეც ვარ, მაგრამ უბრალოდ ბევრი რაღაცაზე არ მომყვებიან ეს ადამიანები, რომელსაც მე რაც ჩემი საქმე მიყვარს. იმიტომ რომ თუ ერთმანეთი არ ვიზრუნებ საქართველოს, იმიტომ ეს ესეთი ლამაზი და იმიტომ მოყვარს ყველას უცხოელი ადამიანი. უბრალოდ ის არის რომ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთის გულისთვის და მეც ვზრუნავ ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომელსაც ფეხზე მეგობრებიც არიან, რომელსაც იმათ ქირაობინებს რაღაცა კი დახმარება, სამშობიარო ყველაფერს ვაკეთებ იმ მხრივ, რომ მე თვითონ ვიკლებ, იმიტომ რომ მეც მოკლებული ვიყავ. თქვენ ხართ საპატიო თბილისელი, გიამაყებათ? რო გითხრათ რომ მიამაყება, უბრალოდ იმაში უფრო მეტი გასაკეთებელია რაღაცა და როცა ავედი, აი თვითონ ნორმალია რომ მომცა ხო? კიდევ ვიძახოდი რომ ბევრი რაღაცა არის გასაკეთებელი. ყოველივე დღეს რო ფიქრობ რომ რამდენი ადამიანია, რამდენი ის არის რაღაცა და ყოველთვის ფიქრობდი რომ ჩემი კუთხე რომ მქონდეს, ჩემი სახლი რომ მქონდეს, ბევრ რამეს გავაკეთებდი კიდე. აი ეს ბავშვები, ვისაც თქვენ უვლით, ვინ არიან კონკრეტულად? თქვენ რო არ ახართ ვისთან არიან ფიზიკურად ჩემი მეგობრების ბინებში არიან, იმათ ყავთ შობლები, დედებიც არიან რაღაცა, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო არ იციან შეხიზნულები არიან მათთან. ესენები არიან ძალიან შეცდენილი შეყვარებული ხალხი და რომელსაც და ვცდილობ რომ აბორტები არ გაიგეთონ და რაღაცა და მაგ მხრივ ვეხმარები რომ მეც თქვენ ეკლესია მონასტრებში ცხოვრობდით, ძალიან ბევრ კეთილ საქმეს აკეთებთ. ეძებთ საკუთარ თავს თუ რას ეძებთ? ვინ ხართ თქვენ? მე თვითონ რო გითხრათ, მე ვაკეთებ იმას, რასაც ბევრი რაღაცა, აი ეკლესიების მხრივ მიმიღია მონაწილეობა, ცხოვრობდი 6 წელი ცხოვრობდი მონასტერში. ბევრი ეკლესია მაქვს აშენებული, მიმიღია მონაწილეობა ეკლესიის მხრივ. ვაკეთებ ხეზე ჯვრებს ვაკეთებ, სანთლებს ვაკეთებ, ლამაზ სანთლებს, ვისაც ჩემ მეგობრებს ჩუქნი, ისეთ სანთლებს ვაკეთებ, რომ ყვავილებიან რაღაცა და ვრთა რომ ვასიამოვნებო ქორწილებისთვის, ნათლობისთვის. ეს ბევრი ნათლული მყავს, დაახლოებით 84 ნათლული მყავს მეც. და უღრმესი მადლობა და არ ვიცი, თქვენ თავად მოისმინეთ ადამიანი სიკეთის განსახიერება და ბატონო ილია, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ვისურვებდი რომ თქვენაირი ადამიანები ძალიან ბევრი გყავდეს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. გაროთ ჩაუტარებთ კონცერტს და იმ თლიან თანხას გადავურიცხოთ. ბატონო ილია, ნახეთ, აქ წამოიჭრა ესეთი წინადადება და ძალიან მიხარია რომ ეს ხდება სხვა რაკურსში გია ჯაჯანიძესთან ერთად. თუ თქვენ დაგჭირდებათ საქველმოქმედო კონცერტი, რომ დაეხმაროთ თქვენ ბავშვებს და
კეთილ ადამიანებს, რომელსაც შეუძლიათ გვერდში ამოგიდგნენ, ჩვენი მომღერლები მზად არიან, რომ თქვენ დაგეხმაროთ და გვერდში დაგიდგენ. სიკეთე გადამდებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ სიკეთეში ყველა გვერდში დაუდგებით ბატონ ილიას და კიდევ ერთხელ გეტყვით, სიკეთე გადამდებია და მე მინდა რომ დღეიდან, აქედან, ამ ადგილიდან, სხვა რაკურსიდან დაიწყოს ეს გადამდების სიკეთე და ჩვენ ყველა ერთმანეთს დაუდგეთ გვერდით. თქვენ ყველას ეხლა საოცარი განწყობა გაქვთ და მე ვარ დარწმუნებული, რომ მთელ თბილისს, მთელ საქართველოს უყვარს ერთმანეთი და ჩვენ გავიტანთ ერთმანეთს. ჩვენთან ცუდი არაფერი არ მოხდება. მე მინდა რომ ყველა ბედნიერი, გახარებული, შეყვარებული, გამარჯვებული და წარმატებული იყოს. მიყვარხართ, ყველა მიყვარხართ. ჩვენი შემდეგი სტუმარი. ალბათ ყველას გახსოვთ ფილმი სიყვარული ყველას უნდა. ბურნუთა ვახტანგ ფანჩულიძე, ბახო მობძანდი. თუ შეგიყვარებ, თუ შემიყვარებ, სინათლე ჯერად გული. ბატონო ბახო, როგორ ახართ? არანჟავს. საერთოდ გამქრალი ხართ სივრციდან და არც კინო, არც თეატრი და სად ხართ? გაიხანია უკვე 90-იანი წლების დასაწყისიდან, რაც ასე ვთქვათ, კინო მიმატოვა. თავიდან მოხდა ის, რომ მოკლედ რო გითხრათ, მე ინტენსიურად ვიყავი კინოში დაკავებული და ვიყავი კინომსახიობი და თეატრში და აი კინოს გამო უბრალოდ დრო არ მქონდა რეპეტიციებზე რომ სულიყავი ყოველდღიურად ინტენსიურად რეპეტიციები მოგეხსენება დილით თუ საღამო სპექტაკლი და ნელ-ნელა 2 წელი ვიყავი თეატრში და ჩამოვსილდი. შემდეგ კინოში ვიყავი რაღაც გარკვეული 20 წლამდე და 90-იანი წლების დასაწყისიდან უკვე მიმატოვა. აღარ მიღებდნენ თეატრშიც ვეღარ დაუბრუნდი, ისეთ აღარ მივედი, რა ვიცი, რატომღაც გადაჩვეული ვიყავი და შემდეგ არ სარდა მე რაღაც 98 წელს საბერძნეთში წავედი. რაღაც სამუშაოდ ასე ვთქვათ. 6 წელი ვიყავი საბერძნეთში, ჩამოვედი და შემდეგ აქა ვარ. როცა ჩვენ ვიკითხეთ მონატრებული სახეები, აი ფილმებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრმა გახსენათ. და რამდენად გაგიჭირდათ, თქვენ იყავით ძალიან ყველასათვის საყვარელი, ეხლაც ყველასათვის საყვარელი ფილმის გმირი. აყვა. რა იყო ბორნეთ? თუ ვინმე რომ გაწყვინოს რა, მე მითხარ. რამდენად გაგიჭირდათ შეგუება, იყავით ძალიან პოპულარული. აი მე მახსოვს ის პერიოდი, როცა თქვენ ყველა გცნობდათ ქუჩაში, აბსოლუტურად სხვა წრე ყავდათ და ეხლა როგორ ცხოვრობთ? იცით რა შეა საქმე? მე აი იმ ფილმმა ერთმა სიყვარული ყველას უნდა გახელების ფილმმა ისეთი პოპულარობა მომიტანა, თვითონ ფილმი იყო ისეთი პოპულარული. ყველა არტისტი ვიცი თამაშობდა რომ იმდენად რა ვიცი, აი უცაბედად, თუმცა მანამდე მქონდა 5-6 მთავარი როლი მქონდა ნათამაშები, მაგრამ ეს ფილმი რაღაც ისეთი ფეიერკივით იყო, რაღაცა ისე აიტაცა მაყურებელმა, რომ აი დღემდე, ეხლა აი გეუბნებით ალალად, დღემდე ხო იმის მე ქალაქში რაღაც არ მიგზნია, რაღაც აი გაუცხოება ხალხისგან. ისევე სიყვარულით დღესაც ხდებიან, როგორც ფილმის გამოსვლიდან ტიპის ცნობენ, აბსოლუტურად, აი მე ძალიან მიკვირს, ისეთ ახლა მე წარსული იყო, ამერიკიდან ჩამოვედი, ხანდახან სარკეში რო ვიყურე, მე თვითონ აი და რომ ახსენდება ის წარსული პერიოდი, რაღაც ჩემ თავში ძალიან თვითნებას ხედავდა, აი ქუჩაში ისე მცნობი რომ მიკვირს, იცით, აი რა ბერისთვის მიკითხია, კი, მაგრამ იმ ფილმის მე 40 წელი და მაშინ სხვანაირი ვიყავი. და სულ მე რაღაც თვალები, რაღაც ჟესტიკულაცია რომ დაილაპარაკეთ, აი მაგითი იმ წუთში უკვე გცნობთო და
ხო, მაგრამ აი სიყვარული, რაც თქვენ გქონდათ კინოსადმი, არ გიჭირთ ახლა ესე ცხოვრება? რა თქმა უნდა, თავიდან იცით, მოლოდინი მსახიობი ახლა არის სულ მოლოდინის რეჟიმში, იცით, არც ფიქრობდი მე რომ არ დამეძახე, ისე ინტენსიურად ვიყავი მიჩვეული, რომ წელიწადში 2-3 თავაროლს თამაშობდი და იცით, ნუ ვიფიქრე ერთი წელი რაღაც ჩავარდნა, 2 წელი, 3 წელი. აი ვერ ვათვითცნობიერებდი რომ არ დამიძახებდნენ და მე უცებედად გაირბინა ისე წლებმა რომ რაღაც უკვე რაღაც 10 წელი გავიდა აღარსად მე 15 ხო მაგრამ აი მე რას ვფიქრობ ვიცით აი ადამიანი რომელიც იყო ესე შეყვარებული თავის საქმეზე ასეთი პოპულარული და უცბად მიდის უცხოეთში და უნდა იმუშაოთ ფიზიკურად ფიზიკურად მუშაობდი სხვათა შორის იქ სადაც მოხვდი იყო რეჟისორის გარდაცვლილი იყო ეს რეჟისორი ბერძენდესური იმის შვილი იყო და კასეტა მქონდა წაღებული ჩემი კასეტები ფილმებიდან თავაროლები რაც ქონდა და ესე რომ ყველა ფილმი რომ მივეცი ნახა მეორე დღეს მოვიდი და ეს სიყვარული ყველას უნდა კასეტა დაიტოვა და დანარჩენი გამომატა ეს მაჩუქეო იქაც ისეთი ბერძნებშიც ეს იუმორი. შველოდათ ეს პოპულარობა. კი, ნუ მე რაღაც ერთი კუნძულზე ვიყავი სანდორინზე და 1 წელი, 2 წელი, მე თვითონ ბერძნებში ეს კასეტა რომ გაავრცელდეს, მე რაღაც ერიდებოდნენ, იცით, რომ აი რაღაც ესეთი ფიზიკური დატვირთვა ეს ბერძნები ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს ესეთი მსახიობი დიდი მეღალო უტოპიოს ეძახდნენ იქ და აი ეს თავაროლს და უკვე დაიცი, კი, მაგრამ ამ ფილმში ესეთ ფილმებში დგაგ ნათამაშები და აი უკვირდა და რაღაც უხერხულებოდა ეთქვა რომ დაუშვათ აი ეს მოიტანა ის წაიღე თვითონ ოპტიმისტი ადამიანი ხართ იქიდან გამომდინარე რომ აი ეხლა ვიღაცა იტყვის არ ვიცი აი იყავით მწვერვალზე და უცბად გაქრით არ გტანჯავთ აი რა თქმა უნდა იმის მე ის გარკვეული სცემდა რაღაც რაც ჩაჯდა მონატრება რაღაც აი წენა რაღაც კინოს მიმართ იცით აი თითქოს რაღაც ადამიანზე ხარ განაწყენებული რომ ხო შეიძლება რაღაც ამდენი რაღაც ფილმები რაღაც და დაუშვათ რეჟისორს ხო რომ რამდენი ყველა რეჟისორი რამდენი ისორი ბიცნოს რამდენთან მიმუშავია აი თითქოს რაღაც ხო შეიძლება რაღაც ფილმზე დაეძახა ნუ თავაროლში აღარ დაუშვათ რაღაც მეორე ხარისხოვან როლში ეპიზოდურ როლში არ იბრძოდით როლებზე როგორც სხვა ზოგიერთი მსახიობი იცით აი მე არ შემიძლია ხა მაგრამ რა იცით არ რაც არ დევს ჩემში მე ესეთი იქ ჩემ როლებშიც ესე აი ძალიან ვცდილობდი რომ ყველა როლი მომერგო ჩემს ბუნებასთან რომ ყოფილიყო რაღაც ბუნებრივი და არა ზედმეტად ნათამაშები რომ მაყურებელს არ შეეტყო თამაში და ვერ ვიბრძოდი რომ არ დევს ჩემში ის ვაი მივიდე რეჟისორთან და აი თქო იცი რა გადამიღერა და რო არ გადამიღერა და რომ დავუშვათ მეტყვის რო 5 დღეში დაგირეკავ მე აღარ დამირეკავს მე უნდა დაურეკო და აი ესეთ აი ეს წრე რასაც იმ პერიოდში ელიტა ერქვა ამ არტისტების თუ გეხმაურებიან ან კითხულობენ გააქვთ ურთიერთობა ურთიერთობა ნუ ძალიან იშვიათად ერთი მაქვს ურთიერთობა გიორგი შენგელაიასთან რომელიც ყველაფერში მეხმარებოდა და ყველაფერში მეხმარება აბსოლუტურად ის ძალიან გულისხმიერი ადამიანია მე არავის სხვა შეურაცხყოფას არ ვაყენებ ყველა კარგი ადამიანია ნუ გიორგი განსაკუთრებით მეხმარებოდა სხვა სხვისგან ის ყურადღება არასოდეს არ მიუშვია რომ დაერეკა და რა ახლა სად მუშაობთ დაარსად არ მუშაობ უმუშევარი ხარ არსად ანუ ახლა თქვენ კარგად მოგიხსენებათ რომ საქართველოში აი ახლანდელშიც და ცოტა 10 წლის წინანდელ საქართველოში ძალიან ძნელი იყო საერთოდ 30 წლის ზემოთ უკვე იშვიათად აღარ იღებენ სამსახურში შედრა საქმე როგორ შეინარჩუნეთ თან შოუ ბიზნესში ცოდე რომ ეს კი მე მახსოვს შენ წლების წინ ძალიან გაწყენინე ხო თურმე შენ ეს ადამიანი აი აქედან იქიდან ქვემოდან აი მთელი ეს ფეხები თამუნაშვილი არა ღამე ნახულობს სექსუალურ სიზმრებს მე რა გითხარ ის არის ყველაზე კარგი მიმართე რამე პლასტიკას ამოდირებს მონატრება სულში ნაზად მეფერება
ძალიან დიდი გაზრდილ ხარ, შეიძლება მაყურებელმა ვერც გიცნოს. გოგოებთან თუ გადგებოდა შენი ცნობილობა? ალბათ კი. ალბათ კი, ბევრი შეყვარებული მყოლია და. სადღაც ჟურნალში ამოვიკითხე, რომ ჟურნალისტი, რომელიც გეძებათ, ბაზრობაზე გნახათ, ვარკეთილის ბაზრობა. ვარკეთილის ბაზრობაზე ვიყავ, ბაზრობაზე. ჩემი მამიდაშვილი მუშაობდა, იქ ქონდა მაღაზია და ნუ ახლა მითხრა, რომ მეხმარებოდა და რაღაც ხანდახანო გამომიარეო, მომეხმარებოდა რაღაც ფინანსურად ცოტა რაღაცას მეხმარებოდა და მეც რაღაც შექონდა საღებავი რაღაცები ახალ მაღაზიას აშენებდა და იქ საბერძნეთში მუშაობდი მღებავად და ნუ ავითვისე კარგად ვღებავ და აქაც მეხმარებოდი და ვაღებავდი. ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ, იქიდან გამომდინარე, რომ ამხელა მოთფინების უნარი გაქვთ საქმე, რომელიც მე ვიცი, რომ ძალიან გიყვართ თქვენი საქმე. თქვენ ხართ პროფესიონალი არტისტი, დაამთავრეთ თეატრალური ინსტიტუტი და ხართ ძალიან ნიჭიერი არტისტი. და მე დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, დარწმუნებული ვარ თუ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, აი ამ გადაცემის შემდეგ ვინმე რეჟისორმა, მადლიანმა რეჟისორმა დამირეკოს მე, იმიტომ რომ ჩემ გადაცემაში ხართ და კითხოს თქვენი ტელეფონის ნომერი. მე არ ვიცი როგორ სიხარულით დაგირეკავთ და როგორ სიხარულით მივცემ თქვენ ტელეფონის ნომერს და არ ვიცი, აი მე მინდა გისურვოთ წარმატება. უღრმესი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი და მე დარწმუნებული ვარ თქვენ ხალხს არასოდეს არ დაავიწყდებით და ეხლა მე ძალიან ბევრ მაყურებელს მივეცი იმის საშუალება რომ თქვენ კიდევ ერთხელ გნახოთ. მადლობთ. ჩვენი სტუმარი გაქრება ტელეეკრანებიდან ჩამოვა არ ჩამოვა დიდხანს წავა ყველას ახსოვს. არ იცვლება წლები გადის ის ისევ ისეთია. თამუნა ამონაშვილი. როგორ ახარ თამუნა? მადლობა. ძალიან ლამაზად გამოიყურები. რატომ არ იცვლები? აუცილებლად უნდა უთხრა ახლა ჩვენ მაყურებელს ის რეცეპტი, რას შვები ესეც, რას აკეთებ? არა, განსაკუთრებულს არაფერს, საღამომშვიდობის. ნუ ალბათ შენ ძალიან ჩახედული ხარ ფსიქოლოგიურ მიმართულებებში. ალბათ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აქედან რას აკეთებ და როგორ ცხოვრობ. შენ რას აკეთებ? ჯერჯერობით საიდუმლოა. ჯერჯერობით საიდუმლოა. როგორ ახარ? რას მოღვაწეობ დღეს? ну დღესდღეობით საქართველოში რაღაც პატარ-პატარა წვრილი კონცერტები, ასე ვთქვათ, კახეთის მხარეს ჩავატარეთ 10 დღიანი ტურნე კახელები კახეთში, ასე ვთქვათ, მონაწილეობას იღებდნენ კახელი მომღერლები აი ამ ტურნეში და ну მე ძალიან მიყვარს კახეთი, ვარ კახეთის წარმომადგენელი კახელი, დედითაც და მამითაც. ხასიათი გააკაფურე. ისე რა გააჩნია რა შემთხვევაში და ნუ ვისვენებ ასე ვთქვათ 3 თვე აქ ვიმყოფები ჯერჯერობით აი ხვალდაზე გარვიცი რას ვიზამ როდის მიემგზავრები არ ვიცი ეს ჯერჯერობით მინდა რომ კიდევ რაღაც კონცერტებში მივიღო მონაწილეობა მე ვიცი რომ მოსკოვში გაქვს ბენდი შენი ცოცხალი ბენდი და სხვათა შორის ძალიან წარმატებული ხარ იქ რას აკეთებ რას მოღვაწეობ სხვადასხვა კლუბებში ვიღებთ მონაწილეობას მიწვევები გვაქვს ოღონდ უფრო ქართველებთანაც რა თქმა უნდა მაგრამ უფრო 80% უფრო რუსული მიმართული რუსებთან თანამშრომლობთ გაგიჭირდა დამკვიდრება ძალიან რთულია ეს ძალიან რთულია მოერგო ქვეყანას ასე თუ დიდ მეგაპოლის როგორც არის რუსეთი მით უმეტეს დღევანდელი მდგომარეობიდან ამ მდგომარეობის გადმოსახედიდანაც ძალიან რთულია ხარ დაძაბული ნუ გონია რომ ყველა გემტერება შეგეხო ის ქარცეცხლი არა მე არ შემეხო მე ვთვლი რომ ქარცეცხლი შეხო მხოლოდ იმ ადამიანებს ვისაც არ ქონდათ საბუთები არა მე გულისხმობ საქართველოდან იმიტომ რომ ერთი პერიოდი იყო ტალღა ვინც წასულია
მოღალატე. არა, მე ვფიქრობ, რომ არაერთი პერიოდი არამედ ეს ტალღა ყოველთვის არის, დღესაც არის. მაგრამ მე ვთვლი, რომ მე ვარ მომღერალი, მე ვარ ხელოვანი ადამიანი, მე ნამდვილად იმ პერიოდში, როდესაც მე წავედი აქედან, ნამდვილად არაფერი არ იყო და სიცარიელი იყო და მე როგორც შემოქმედი ადამიანი, ასე ჯდომა უბრალოდ ვერ შევწელი. და მინდოდა ჩემი თავი სხვა რაკურსში დამენახა. სხვა რაკურსში დამენახა. და მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი ნაბიჯი გადავდგი, იმიტომ რომ შემოქმედებითაც აბსოლუტურად სხვანაირი. ოჯახთან ერთად წახვედი, კი, ოჯახთან ერთად. შენ და შენი მეუღლე. წავედი და რეზიკო არჩვაძე ძალიან დიდი მიუძღვის, ასე ვთქვათ. ჩემს შემოქმედებით წინსვლაში ისე რა ბედნიერებაა ცოლი, რომ მადლობას უხდის მეუღლეს. კი, ნამდვილად უხდი მადლობას, იმიტომ რომ თუ არა რევაზ არჩვაძე ბენდიც არ მეყოლებოდა და სამსახურიც ასე ვთქვათ, იმიტომ რომ რეზიკომ ძალიან ბევრი რამ შექმნა და გააკეთა ამ მიმართულებით და ისედაც არა მარტო მე ძალიან ბევრ ქართველს ეხმარებოდა, ასე ვთქვათ, მომღერალს. ის ურთიერთობა როცა ცოლი და ქმარი ერთ საქმეს აკეთებს, არ არის რთული? თუ ბოლომდე მინდობილი ხარ? ალბათ თუ მინდობილი ხარ, კარგად მიდის საქმე, მაგრამ თუ რაღაც ეჭვგეპარება რაიმეში, ალბათ, ისედაც თუ ერთი საქმე არ არის და ეჭვგეპარება, ისედაც არ ვარ, ალბათ. არ ვიცი. იცი რა, ყბადაღებული თემაა, მაგრამ სხვა რამის გამო კითხავ ამას. საერთოდ ძალიან ხშირად გაისმის ხოლმე ის ტენდენცია, რომ დღეს საქართველოში კი არა და ყველგან, როცა ქალი თხოვდება ადრეულ ასაკში, ყოველთვის ინგრევა ოჯახი. თამუნა ამბენი წელია ყავს ერთი ქმარი. ეს არის ბედნიერება. ეს არის ბედნიერება. აი, როგორ შეინარჩუნე თან შოუ ბიზნესში? არ ვიცი. აი ამაზე ამ კითხვაზე პასუხისგაცემა ძალიან რთულია, იმიტომ რომ უბრალოდ ბანალურად მიმაჩნია ხა აი ესე, იცი ისე, აი მე ესე, არა, პრეტენზია. არ ვიცი, პრეტენზიული ზოგადად არა ვარ. მე ვიცი რომ შეხარ სიცოცხლით სავსე, ხალისიანი მე მხოლოდ ვარ პრეტენზიული ჩემ საქმეში, თუ რაიმე არ არის ისე, ანუ ჩემ შემოქმედებით მიმართულებას ვიზა. ანუ რასაც ვაკეთებ, მნიშვნელობა მღერი ვარ, დიზაინერობ, რას ვაკეთებ, აი ის რაც ჩემი საქმეა, ვარ ძალიან პრეტენზიული. მე არ შემიძლია მიფუჩეჩებული, მივაგდო, მოვაგდო, ნახევარფაბრიკატი რაღაც ესე და აი აუცილებლად ბოლომდე უნდა გავაკეთო და მე ვიცოდე რომ ის კი. მართლა? მე არა. შენ არ ეჭვია? მე არა. ცოტა ქალს უხდება ცოტა ეჭვიანობა და ისე მაინც არა ხარ რომ ვითომ იეჭვიანე? არა, ვითომ არა. ნამდვილად არ ვარ, იმიტომ რომ ნახეთ ცოტა სერიოზულად თუ გადავალთ, მგონია რომ ადამიანი რომელიც იცი სავსე ხარ ყველაფრის შინაგანად ადამიანმა რომელმაც იცი სიყვარულს რა ფასი აქვს, დამოკიდებულებას რა ფასი აქვს, გჯერა იმ დამოკიდებულების რა ურთიერთობებიც გაგაჩნია, ანუ უნდა გაძლევდეს საბავს ადამიანი ეჭვიანობის, ხომ რომ მიეჭვიანო, მაგრამ ზოგი არის ისეთი ადამიანი რომ არა, მე არ ვაძლევ, მაგრამ არ ვიცი, ის არის, არ ვიცი, მაგრამ მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვიცი, მე თუ საბავს არ მომცემს, მაგრამ საბავსაც რომ მომცემს, მე ამას არ ვიმჩნევ და მე მახსოვს შენ წლების წინ ძალიან გაწყენინე. ხო. ძალიან გაწყენინე, მაგრამ მე ადვილად მაპატი. ანუ რითიც გაგიცანი, ნუ აი ამ წელით, ხო. მე მინდა გითხრათ ძვირფასი ტელემაყურებლებო, რა მოხდა. მე ადრე პრესაში მუშაობდი, იყო ესეთი გაზეთი Georgian Times-ში და მისთვის ვაკეთებდი ინტერვიუებს და თამუნას ვაწყენინე. ცოტა ისეთი სკანდალური ინტერვიუ იყო, თუმცა არ იყო სკანდალური ისეთი, უბრალოდ სკანდალური იყო. ძალიან ლამაზი იყო. ძალიან ლამაზი იყავი? აი ხლა, ნუ მე რა მოხდა მოხდა? ნუ მოდიხარ მირეკო, მე მინდა ინტერვიუ, კი ბატონო, მე ახალი დამწყები, ნუ რაღაც ახალი დაწყებული ქონდა როგორც, მაგრამ როგორც მივხვდი, გინდოდა სკანდალებით დაგეწყო. და ნუ მოხვედი სახში რაღაც რაკით, იქით რაღაცა დავლიეთ, ყავა ვისაუბრეთ. მოდი ახლა თამუნა სურათები გადავიღოთ. კი ბატონო, ახლა მე მიჩეული ვიყავი, ყველა ინტერვიუს მოყავდა თავისი ფოტოგრაფი და არა, მე ვიღებ, შენ მითხარი, მე შენ, მე გამიკვირდა. კი, მე ვიღებ, ეს შეთავსებული მაქვს ეს პროფესია.
ნუ რაღაცა მე მახსოვს რომ ჩვეულებრივი გადამიღე და მე მითხარ აი დათუნიასთან დიდი დათუნია მქონდა თუ გახსოვს შენ აი დაბლა დაჭექება დათუნიასთან შენ მითხარ კი ბატონო მეთქი იატაკზე დავჭექი და იატაკზე როდესაც ჯდები თავისთავად გინდა თუ არ გინდა ცოტა ფეხი რაღაც ან უხერხულად გაქვს ან რაღაც და თურმე შენ ნუ ეს ადამიანი აი აქედან იქიდან ქვემოდან აი მთელი ეს ფეხები ნუ რა ნუ საოცარი სურათები იყო ეს მე არ ვიცოდი მაგრამ ერთ-ერთმა ახლობელმა დამირეკა და ეს რომ იბეჭდებოდა თამუნა გამოცოცხლდი შენი სურათები ვნახე საოცრება მე ხედავ რედაქციიდან გაგვიდეს ხო ხო და მეთქი როგორ სრასურა აი ჯაჯანიძე ბეჭდავს და სათაურია რაღაცა საოცრება იცი შეიძლება ზოგადად ეხა სექსთან დაკავშირებული თემა დღეს საოცრება არავისთვის არ არის ხო მაშინ იყო და გახსოვს რა სათაური იყო რა იყო თამუნა ამონაშვილი არა ღამე ნახულობს სექსუალურ სიზმრებს ეს უნდა დაგეწერა თუ რაღაცა და მე რო გეჩხუბე არ დაამატე თამუნა ამონაშვილი არ ნახულობს სექსუალურ სიზმრებს და რაღაც ეს ფეხია ესე ზივა ნუ რაღაცა საოცრება იყო ეს იცი ლამაზი ყველაფერი მიღებულია ხო რატო ლამაზი იყავი არა აი ეს იყო ძალიან სუდად გამომწვევი ხდები ულამაზო მე იმდენად არ მომეწონა ჯერ აი ამ ხელ არ ვიყავი არც ესეთი მსუქა აი ნუ რაღაცა არ მომეწონა ძალიან მე მახსოვს რომ შენ ძალიან დაგტუქსე და მე რა გითხარ ის არის ყველაზე კარგი თუ პოპულარობა ხო თუ პოპულარობა გინდა გენაცვალე აბა რა ესეც უნდა დადგა ისეც უნდა ნუ არ ვიცი რაღაცა მე რა გითხარი მე პოპულარობა მაგის არ მაგით არ მომიპოვებია თავარია რომ ჩვენ კარგი მეგობრები დავჭით და მე მინდა გითხრა რომ აი ოღონდ გულწრფელად გეუბნები აი ალბათ არც ერთი სიმღერა არ მომისმენია იმდეჯერ რაც შენ და ლალი ტოტიკაშვილთან ერთად იმღერა აი სიმღერა ძალიან ბევრჯერ მოვისმინე შენი კედები სადაც ახარ იქნება მიტომ თუმცა დავიწყებულ სიზმარს გავხარ მაინც გელოდები იცოდე და გათენდება ეს ერთი ღამე და ალბათ არ წახვალ ისე რომ არ გვიმღერო. რა თქმა უნდა, ნუ გზართ უშიშვილის სიმღერას გიმღერებთ, ახლა ეს სიმღერა ცოტა ძალიან ძველი არ არის, მაგრამ ამაზე მე არ გადამიღია კლიპი, ამიტომ ზოგისთვის ეს რაღაცა თითქოს ახალი იქნება და გადაწყვეტა ეს სიმღერა ვიმღერო. აი, არა, ეს მაინც უნდა კითხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ქალბატონს გაუჩნდება კითხვა. მართლა ძალიან კარგად გამოიყურებით. მიმართე რამე პლასტიკას თუ არა? არა? არა, რა ვიცი ახლა. ეთყობა გენეტიკურად. მე მგონი უკეთესად გამოიყურებიან. ახლა ჩემი მეგობარი ია ფარულავა ფანტასტიკურად გამოიყურება. სასწაული, ია ხო, აი შვენიერების განსახიერება. ხო, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ არანაირი პლასტიკა. იასაც არა აქვს პლასტიკა. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ახლა ქალი, ყველა ქალი მით უმეტეს, ოდესაც ეკრანზე, როდესაც შემოქმედი ადამიანი ხარ და უფრო ხალხთან გაქვს ურთიერთობა, რაღაცას ყველა აკეთებს, მაგრამ ნუ ეს რაღაცა ეს მე მგონი ეს აუცილებელია, ეს რაღაცა წვრილად, ცოტა პატარ-პატარა აუცილებელია და ხა პატარ-პატარა გამომაზებული. მართლა გულწრფელად გეუბნები, ელეგენური ხარ, ეს ჯერ ერთი, მერე კიდე ადამიანს რო უყვარ ხარ, რა მსხვილი ხედით კი, რა თქმა უნდა, ღმერთმა ყველა დაგვაბეროს, ხო? აუცილებელია რომ დაუბერდეთ. შენ ხარ ძალიან კეთილი ადამიანი და თან შენ არ ახარ შურიანი ადამიანი და იმიტომ გიმართლებს და იმიტომ ხარ ძალიან კარგი გოგო. ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო და მოდი ვაჩუქოთ. მარტო კახეთს კი არა, მთელ საქართველოს და მე ეს სიტყვა ცოტა მიმძიმს ამას რომ ამბობ ხოლმე, მაგრამ ძალიან მინდა მოვეფეროთ ემიგრანტებს და ემიგრანტებსაც რა თქმა უნდა მიუწვდეთ ეს სიმღერა. 9 წელია. სხვა გამცხოვრო. სიამოვნებით. შემოდგომის ფოთოლცვენა
გამიტაცებს მეფერება ჩემს უნაზე სოცნებებში რჩება ლამაზ ფერება ირგვლივ მხოლოდ სიჩუმეა მოგონება არ შორდება უცნაური წვიმა მოდის სიყვარულს პირდება დამათრობს ფოტოწვენა მიღიმის შემოდგომა მეძახის ჩემი ოცნება მიმღერის სიყვარული ოქროსფერი შემოდგომა სიზმარივით გაფრინდება დამიტოვებს გულში სევდას რჩება ჩემში ფიქრება ამადირებს მონატრება სულში ნაზად მეფერება ვიცი ისევ დაბრუნდება ოცნების ფიფქება დამათრობს ფოტოწვენა მიღიმის შემოდგომა მეძახის ჩემი ოცნება მიმღერის სიყვარული დამათრობს ფოტოწვენა მიღიმის შემოდგომა მეძახის ჩემი ოცნება მიმღერის სიყვარული პატარა ბიჭი, რომლის ნათამაშებმა როლმა მთელი მსოფლიო აატირა. თედო ბექაური ჩვენთან სტუდიაში. ძალიან დიდი გაზრდილ ხარ, შეიძლება მაყურებელმა ვერც გიცნოს. გაღმა ნაპირზე გიორგი ოვაშვილის ფილმში ითამაშე, როცა იყავი 10 წლის. როგორ მოხვდი ფილმში? სულ შემთხვევით. არც გავსულა, არც ერთ კასტინგზე საერთოდ გავსულა. კლინიკაში მიპოვა, ბავშვთა კლინიკაში. თავის პატარა შვილები შემოიყვანა, ბიჭი ყავდა ერთი პატარა დათოვებული ბავშვი იყო. სათამაშო ჭირა რაღაც. და მგონი გამორთა ჩაარტყა. მაგაზე გამეცინა გიორგიმ საუბარი დამიწყო, სად ცხოვრობ, სადაური ხარ, რა ქვია. ხმას არ ვიკედი, მორცხვი ბავშვი ვიყავი ძალიან. შემდეგ ჩემს შვილებს დაუკავშირდნენ. სოფელში ამგვაკითხეს. სად ცხოვრობ, სადაური ხარ? თეთრი წყაროს რაიონელი ვარ, სოფელ ორბეთიდან. ორბეთიდან ხარ? და დაიწყო ესე შენი კინო კარიერა. არ გაგიჭირდა? შენ ხო არასოდეს არ ქონია ესეთი შეხება? არასოდეს არ ქონია ასეთი შემთხვევა, არც თეატრში არ მითამაშია, არც მაღაზიაში არ მივწნევია, სიმართლე რომ გითხრათ. სულ ყველაფერი ისე მოხდა, უცებ მოხდა. და როცა გახვედი გადაღების მოედანზე, არ გაგიჭირდა თამაში? ძალიან გამიჭირდა თავიდან პირველი დღეები, თვეები ძალიან გამიჭირდა. შემდეგ ცოტა შევაჩიო, კი აღარ მიჭირდა იმდენად. აქ როგორ გადაიხდი? დაიწყო გენა ძალიან მაგარი მაგასიზა. აუ. ელა არ დამახციო. გას ბადურნა ხო. ეს პარალე ამა ხوارა გას. დაიკეთე დედო. მოდი აქ.
ეს შენ? ეს მე. ეს ის გოშკას. ნუშულა. რას გაიგები რომ ქართველი ვარ? რუსულად ლაპარაკობ? შეტან პალაშენა. გამოსვა კიდან. გაეთრი აქედან. უტელიანო, შენ არა მოსვა აქედან. მიდი ახლა. ჩქარა. გამარჯობა, მარობებო. რომელი ხარ? თედო ვარ. მთელი საქართველო და არა მარტო საქართველო აატირე. იმ დროს შენ ამას აღიქვავდი, როცა გამოვიდა ფილმი და ძალიან დიდი ამბავი იყო. იმ დროს არც აღვიქონდი და არც ვიცოდი რა ხდებოდა. ბავშვი ვიყავი 10-11 წლის ბავშვი არ ვიქონდა ეხლა მაგას. და ეს რაც მე ვითამაშე ეს როლი არის სინამდვილეს აქებული. მგზავრ შატაიძემ და ხონდა წერა ეს სცენარი. ეს ნამდვილი ბავშვი გადახდა ეს ამბავი, რომელიც ეძებდა მამას წასული და მგზავრ შატაიძე იყო წასული აფრიკაში სამგზავროდ და მაგიტა დაარქვა მგზავრობა აფრიკაში. გიორგიმ სხვა სახელი დაარქვა. გაღმანაფერი. რა მაინტერესებს იცი? აი შენ თამაშობდი ამ როლს. არასოდეს არ გიფიქრია, არ გიოცნებია. რა შეიცვალა შენში? ძალიან ბევრი რამ. ხალხისგან დიდი სიყვარული. გავდიოდი ქუჩაში, თბილისში, მაგალითად თბილისის უბნებში დავდიოდი, ყველამ ცნობდა, ყველამ ეფერებდა, ყველამ ყოსნდა. არ მოიწამლე კინოთი, არ მოგინდა რომ მე მსახიობი გამხდარიყო? რა თქმა უნდა. თეატრალურ კოლეჯში ჩავაბარე 2 წელი სწავლობდი ზაქარიაძეში. სამსახიობოზე სწავლობდი. და ეხლა ჯერჯერობით ცოტა შეჩერებული ვარ მოკლედ. ის მერე აღარსად აღარ გიმუშავია. კი, გიორგი ვაშვითან მიმუშავე, სიმინდის კოძილი ექნებათ გაგებული. დიახ. ჯარისკაცის როლს თამაშობ მაგ. ეგ ჩემი პატარა როლი არის. რა? აიც. წავედი რა. შემოთავაზებები იყო თუ არაფერი. გიორგის მხრიდან რაღაცა შემოდგომით არის ველოდები ახლა კიდევ და. ნახოთ ჯერჯერობით არაფერი ჩანს. რამდენი წლის ხარ? 19-ის. და აი თუ დაუშვათ შენი კინოკარიერა არ გაგრძელდა რა პროფესიას აირჩევ? არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, ახლა უფრო ვაპირებ თეატრალზე ჩავარებას. აი რა იყო ის? ხო თქვი რომ აი გიორგიმ დაგინახა, რომ გაგეცინა აი სათამაშოზე, რა იყო ის, რითაც გიორგი დაინტერესდა შენით? არ ვიცი, სიმართლე რომ გითხრათ, მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ გიორგი როგორც ეძახის, გიორგის ოქროს თხავს შემთხვევაში, ეგ არის შენი თვალი, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა შენში. ეს ბუნებრივად ეს ყველაფერი. უფრო ალბათ ჩემი შეხედა, ჩემი ღიმილი ან არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი. გიორგის რა მოეწონა, ხა რეჟისორის თავის შეხედულება აქვს, თავის თვალი აქვს. აი ცეკვა. შენ რო ცეკვა. ცხოვრებაში არ მიცეკვი არასდროს. რა მოხდა იქ, როგორ იცეკვე? ეს იყო მე პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც აი ტრაგიკული ცეკვა იყო. თან ტირი ხარ, თან ცეკვავ, თან მთელი გულით და სულით რაღაც უზარმაზარი ტრაგედია მოგაგ. რა იყო ეს? თამაშობდი იმ დროს თუ რა ხდებოდა შენში, იმიტომ რომ ძალიან პატარა იყავი მაშინ. თამაშობდი კიდეც და ბუნებრივადაც გამომდიოდა, მართლა არც არ მიცეკვი, არც ცეკვაზეც კი არ ვივლი. გიორგი კასტინგზე რო გავიდი, გიორგი საჩები ვინ დატკისდება თავრორზე. გიორგი მითხრა, შენი ბედი ახლა აქ წყდება, შენ შენ დაგიკრავ ახლა და შენ დაიცეკვ. დაუკრა მე ვიდექი აქ ცეკვავდი და რა გესმოდა მაგ დროს? შენი ბედი აქ წყდება. როგორ ხვდებოდი რომ შენი ბედი მართლა იქ წყდებოდა? ალბათ დავფიქრდი რომ ახლა სხვა რაღა უნდა გამეკეთებინა. და მიხვდი ამდენს 10 წლის იყავი. მეთქი ვიცეკვებ, რაც მოხდება, და მეც ვიცეკვე, განწილ. რამდენი დუბლი ჩაწერე თუ გახსოვს? პირველად ძალიან ბევრი. ბევრი? ძალიან ბევრი. ალბათ 50 დუბლი, შეიძლება მეტიც. 50 დუბლი. ძალიან ბევრი გავაფუჭე. მით უმეტეს პირველად რო იწყო ფილმი, მაშინ ძალიან ბევრი გავაფუჭე, იყო დასაწყისი ფილმის. და პირველი ტირილის დუბლი გავაფუჭე ძალიან ბევრი, ვერ ვტიროდი უბრალოდ. და იქაც გიორგი დამეხმარა ფსიქოლოგიურად. ვიცი, ვიტირეს ყველაფერი. ყველა ბიჭს
ვინც ესე გამოჩნდება პოპულარული გახდება, ყოველთვის მანიპულირებს იმით, რომ ის არის ცნობილი. გოგოებთან თუ გადგებოდა შენი ცნობილობა? ალბათ კი. ალბათ კი, ბევრი შეყვარებული მყოლია და. ბევრი შეყვარებული მყოლია? სიყვარული ბევრჯერ არსებობს? რავი, მე პირადად ხარ მყარელი. რა უსინდისოდ მეკითხები მე თან. რავი, ეს ბევრი მყარებია, მაგრამ ბევრთან კონტაქტი ხონია. მე მინდა შენ წარმატება გისურვო და ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, შენ უკვე ამხელა ხარ, გაზრდილი დიდი ბიჭი, რომელიც აპირებს, რომ მომავალშიც კიდე ბევრი როლი ითამაშოს, დაველოდოთ რეჟისორებს, თუ კი ვინმეს წყალობა გექნება, დარწმუნებული ვარ გაგიმართლებს. დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან. კარგად. ეს იყო სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. მე გისურვებთ ყოველთვის გამართლება გქონდეთ სიყვარულში.